რატომ ათენაძე? IBL ოფისის შრომის სამართლის ექსპერტი არის ჩვენთან ერთად და ამასთან ერთად ვიმსჯელებთ. როგორ უნდა დაიქირავოს ქართულმა ბიზნესმა უცხოელი მოქალაქე 1 მარტიდან და რა შეზღუდვები ამოქმედება და რა დამატებითი გამოწვევები შეიძლება გაჩნდეს ახალი რეგულაციის აღსრულების პროცესში. დილობშტების. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის, ნამდვილად აქტუალური და მნიშვნელოვანი თემაა ბიზნესისთვის. ასეა. პირველი კითხვა, ვიდრე დეტალებზე გავალთ, რაც თქვენთვის მომზადეთ მე და ნინიმ, ნატო ეხება ცოტა მორიტორიკოა, მაგრამ მაინც მაინტერესებს. რამდენად არის ესეთი რეგულაციების დაწესება სისტემური მიდგომის ნაწილი ამ თემის მოგვარებისა და იზიარებ თუ არა მოსაზრებას, რომ ამითი რაღაც მოწესრიგებისკენ გადაიდგა თუნდაც პირველი ნაბიჯები. კი ბატონო. აუცილებლად უნდა შევეხო გარკვეულწილად თქვენ კითხვაზე სრულყოფილი პასუხისთვის პრეისტორიას და ამ კუთხით აღსანიშნავია 2023 წლის ცვლილებები შრომითი მიგრაციის მიმართულებით. სწორედ მაშინ ჩაედო გარკვეული ქვაკუთხედი და საფუძველი იმისა, რომ საქართველოს მთავრობას გაუჩნდა მანდატი შეეფასებინა როგორც ადგილობრივი შრომის ბაზარი, კვლევა განეხორციელებინა და ამაზე დაყრდნობით შეეზღუდა ან კიდევ წაეხალისებინა გარედან შემოსული უცხოელი იმიგრანტების რესურსი. შესაბამისად, თუნდაც დღევანდელი ცვლილებების და მათ შორის საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც არის განხილვის საგანი 20 თებერვლის შემდგომ, სწორედ აი ამ 2023 წლის ცვლილებებიდან გამომდინარეობს. ეს არის განპირობებული ასევე იმ სტატისტიკური მონაცემებითაც, ვინაიდან 2023 წლის 1 სექტემბრის შემდგომ, როდესაც სავალდებულო გახდა ცალმხრივი რეგისტრაცია უცხოელების ადგილობრივი დამსაქმებლის მხრიდან, დღევანდელი მონაცემებით ასეთი რეგისტრირებულების რიცხვი არის 52,000-მდე. მაშინ, როდესაც საზღვრისკვეთის მონაცემებით შემოსული არის დაახლოებით 257,000 უცხოელი. ასევე თვითონ საქართველოს მთავრობას აქვს ვარაუდი იმისა, რომ და სახელმწიფოს რომ არალეგალების მონაცემი არის 20,000 დაახლოებით. შესაბამისად, როდესაც არსებობს საუბარი და საფუძველი იმისა, რომ ადგილობრივი შრომის ბაზრის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, შრომის ბაზრის გამჭვირვალობა უნდა მოხდეს და სახელმწიფოს კონტროლის გაძლიერება უნდა მოხდეს, როგორც პრინციპები სახელმწიფოს აღსრულების კუთხით, რა თქმა უნდა, არსებობს და გააჩნია ამისი განხორციელების შესაძლებლობა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამის ადმინისტრირებას, მის გამჭვირვალობას, ეს რომ იყოს პირველ რიგში ცნობილი ყველა დეტალი, კრიტერიუმი დამსაქმებლისთვის, ბიზნესისთვის, რათა შემდგომში ბარიერები გარკვეულწილად იქნეს თავიდან აცილებული. მით უფრო იმ პირობებში, რომ სახელმწიფო საკმაოდ მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს, თუ გარკვეული რეგულაცია იქნება დარღვეული. ნეტო გამჭვირვალობაზე როდესაც ვსაუბრობთ, დღეს რაზე შეგვიძლია ვისაუბროთ უფრო მკაფიოდ, რაც წარმოადგენს სირთულეს ამ კანონისა, რა სივრცეს ტოვებს ინტერპრეტაციის მიღმა ამ კანონში და შესაბამისად გუშინ და კვლევასაც რომ გამოვეხმაუროთ, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ საქსტატთან ერთად დათვალა და შესაბამისად ქვეყანაში შრომის ბაზარი გააანალიზა, ხო? და დაეყრდნობა ეს კანონიც განათლების რეფორმას, რამდენად მართებული არის ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნივერსიტეტების ეს ჩართულობა შრომის ბაზრის აი ამ კვლევასთან და ანალიზთან. კი ბატონო. და იგივე კვოტების შემცირება სტუდენტებს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ 1 მარტიდან, როდესაც ამოქმედდება კანონი, საკმაოდ ან მთელი აუდიტორია დაინტერესებული პირები დიდი ინტერესით ველოდით საქართველოს მთავრობის გამოქვეყნებას და მის გაცნობას. რატო ქონდა საქართველოს მთავრობას უფრო მეტი დატვირთვა, იმიტომ რომ მეტი დეტალიზაცია უნდა შემოეტანა, მეტი კრიტერიუმი უნდა შემოეტანა. ამიტომ თამამად შეგვიძლია შევადაროთ, რომ კანონისგან განსხვავებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით გაჩნდა მაგალითად შრომის ბაზრის ტესტი, გაჩნდა კრიტერიუმები, რაც უნდა წარადგინოს როგორც ადგილობრივმა დამსაქმებელმა იმისთვის, რომ მოიპოვოს ნებართვა თავისი დასაქმებულისთვის, ასევე თვით დასაქმებულმა, რომელიც თავისთვის უნდა მოიპოვოს. გაჩნდა წლიური კვოტირების სისტემა. ასევე უფრო ნათელი გახდა, რომ სახელმწიფომ ამ პროცესის მართვისთვის მთელი რიგი დისკრეციული უფლებამოსილებები დაიტოვა მისთვის. დისკრეცია არსებობს როგორც ნებართვის ვადის გაცემისთან მიმართებით, იმიტომ რომ არის როგორც 6-დან 1 წლამდე, ან 1-დან 3 წლამდე და ასე შემდეგ. ანუ კონკრეტული მონაცემი ამ ნაწილშიც რო 1 წლიანი იქნება თუ როგორ მიებმება ის უშუალოდ მერე შრომითი ბინადრობის ნებართვას, არ არის დაკონკრეტებული. ასევე დისკრეცია არის სახელმწიფოს მხრიდან დატოვებული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებში. ის ჩამონათვალიც არ არის მკაფიო, გულისხმობ
იმ კუთხით, რომ არის ფორმულირება, რომ სწორედ შრომის ბაზრის კვლევაზე დაყრდნობით შეიძლება შეფასდეს ინდივიდუალურ შემთხვევაში კონკრეტული უცხოელის კვალიფიკაცია, თუნდაც მისი პროფესიონალიზმი, განათლება და ის შედარდეს თუნდაც იმ ვაკანტურ პოზიციასთან და გარკვეულწილად თუ არ შეესაბამება, შეუძლია ამ შემთხვევაში დასაქმების სააგენტოს ჯანდაცვის სამინისტროს სახით, რომ უარი განაცხადოს მსგავსი ნებართვის გაცემაზე. შესაბამისად, პირველ ფილტრაციას პირველ რიგში აკეთებს შრომის ბაზრის ტესტი ადგილობრივი დამსაქმებლებისთვის, რომ პირველ რიგში ადგილობრივი დასაქმებულის პოპულარიზაცია მოხდეს და 10 სამუშაო დღეში მოხდეს ადგილობრივი კადრის მოძიება, ასეთი არარსეობის შემთხვევაში, როდესაც უკვე გადავდივართ მეორე ეტაპზე და უცხოელის კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისობაზე, აქაც არის ერთგვარი კრიტერიუმი, რომელზეც უკვე გავუსვი ხაზი, რომ აქაც დისკრეციის კონტექსტში იქნა შეფასებული. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, ბუნებრივია, ამ პროცესში მნიშვნელოვანია პირველ რიგში სახელმწიფოსთვის იყოს ცნობილი, სად არის დეფიციტური პროფესიები. თუნდაც მსგავსი ტიპის ფილტრაციისას, როდესაც 1 მარტიდან მოხდება ყოველი ინდივიდუალური განცხადების განხილვა და თქვენთვის ცნობილი იქნება, რომ თვითდასაქმებულებზე ასევე ვიდეო გასაუბრების კომპონენტიც არის ჩადებული, იმისთვის, რომ პირისპირი გასაუბრებით კიდევ უფრო მეტი დეტალი იქნეს დაზუსტებული, უნდა იცოდეს პირველ რიგში სახელმწიფომ, რომ საქართველოში რომელი პროფესიები არის მისთვის მოწყვლადი, სადაც ვერ პოულობს ადგილობრივ თუნდაც კადრს, პროფესიონალს და მერე უზრუნველყოს გარკვეულწილად თავისი დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან დადასტურება, ან უარის თქმა. შრომის ბაზრის კვლევა. გასავს გუშინ რო გამოქვეყნდა და ნატო რო იყო დეფიციტიც ანუ ის დარგები გამოიკვეთა, კვლევა, რომელიც გუშინ იყო უმაღლესი სასწავლებლის რექტორებთან წარდგენილი. გასაგებია, რომ ეს კვლევა არის და ეს არის გამოკითხვის შედეგები, მაგრამ ხომ არ იძლევა ნატო თქვენი აზრით ის პირველად ინდიკაციას მთავრობისთვის, აი თქვენი პასუხის ბოლო ნაწილზე აღსაქმნელად, როცა ჩნდება პროფესიები, ოღონდ ის განათლების ჭრილში იყო ცალსახად წარმოდგენილი და განათლების რეფორმის პარალელში, მაგრამ ხო არ პასუხობს იმავდროულად თქვენს მიერ ნაბრძანებ თემას, რომ აი ჩვენ ვიცით პროფესიები, სად არის ყველაზე დიდი მოთხოვნა განათლების კუთხით და ეს ბმაში ხო არ არის პასუხად თქვენს თემასთან გარკვეულწილად. დაგეთანხმებით იმ ნაწილში, რომ ეს კვლევა თავისი აუდიტორიის გაცნობის ჭრილშიც კი ვისთან მიმართებითაც მოხდა გაზიარება, უმეტესწილად უფრო გათვლილი არის განათლების სექტორზე და განათლების რეფორმაზე, თუმცა არ გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ თუნდაც იგივე კვლევა თუ ერთი რეფორმა ეფუძნება განათლების სისტემას, ასევე გაზიარებული იქნეს შრომის რეფორმის ჭრილშიც. ვინაიდან სახელმწიფომ არა მარტო ისეთი სექტორები გამოყო, რომელთან მიმართებითაც ცალსახად განაცხადა, რომ აქ გარე უცხოელი ძალა ქვეყანას არ სჭირდება, ასევე გამოყო ისეთი სექტორები, რომელთან მიმართებითაც თქვა, რომ აქ უფრო გამარტივებული პროცედურები იქნება და შესაბამისად ჩვენ გვჭირდება, რომ მოვიზიდოთ ეს კადრი და პირიქით უფრო ნაკლები ბიუროკრატიით მივიღოთ მათგან ძალა. და ეს გამონაკლისი აქვს ისევ საქართველოს მთავრობას დადგენილებით განსაზღვრული, სულ 4 კრიტერიუმია, ეს არის IT სექტორი, პროგრამირება, ასევე ინოვაციური მიმართულებები, განათლების ხარისხის ცენტრის ექსპერტები და მნიშვნელოვანი 2 კრიტერიუმია შემოტანილი. ეს გახლავთ, თუ ანაზღაურება შეადგენს 15,000 ლარს და თუ მოთხოვნილია ისეთი მაღალი კვალიფიკაცია განათლება, რომელიც პირდაპირ გათვლილი იქნება ამ კონკრეტული პოზიციისთვის. ამიტომ ეს 2 ინდიკატორიც არის შემოტანილი, რომ მაღალ ანაზღაურებადიც უნდა იყოს უცხოელი და ამას უნდა უხდიდეს ადგილობრივი დამსაქმებელი, ასეთ ღირებულების შრომის ანაზღაურებას და პლუს ამას მაღალი კვალიფიკაციის განათლების მქონე პირს უნდა ეძებდეს მსგავსი პასუხისმგებლობის თანამდებობისთვის. შესაბამისად, მთავრობის დადგენილებამ შესაძლოა არ დაფარა ის საკითხები, რაზეც კვლევა მისაუბრა, მაგრამ ასევე გამოყო დამატებით ის კრიტერიუმები, რომელიც უკვე ყველასთვის არის ცნობილი, რომ ეს დაექვემდებარება უფრო მეტ სახალისებას. ხო, უმაღლესი განათლების თემაზე ჯერ კიდევ ბევრი კითხვები არის, ვიდრე უმეტესად პასუხები გვაქვს. შესაბამისად, დათვლადი არის ისიც, რომ მაგალითად პრემიერმა გუშინ ისიც დაითვალა, თუ სად სჭირდებათ უმაღლესი განათლება ადამიანებს და ის რაოდენობაც ვიცით, სადაც არ არის საჭირო.
განათლება. ხო, უმაღლესი განათლება და შესაბამისად ამ ადამიანებს მაინც აქვთ გარკვეული ანაზღაურება. ბოლო კითხვა მაქვს ნატო თქვენთან საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რამდენად მოდის საერთაშორისო შეთანხმებებთან წინააღმდეგობაში და თუ მოდის და შესაბამისად ადამიანებს რამდენად რჩებათ აი ამ კანონის მიღმა სივრცე, როცა შესაძლებელი იყოს სასამართლოში მათ შორის გასაჩივრებაც. ან თანხმედრაში და ჰარმონიაში სულად. უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეფორმა ცალსახად ქართულ რეალობაზე მორგებული არ არის გარკვეული ინსტიტუტები, რომელიც ევროკავშირთან შეგვიძლია ანალოგიის წესით გავავლოთ. იგივე ჩემი ნახსენები შრომის ბაზრის ტესტი. ბევრი ქვეყნისთვის არის ცნობილი, რომ პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ჯერ ადგილობრივი შრომის ძალის გამოყენება, მისთვის შესაძლებლობის და შანსის მიცემა და ასეთის არარსეობის შემთხვევაში უკვე უცხოელის დასაქმება. ასევე თუნდაც სანებართო პირობები. ჩვენ აქამდე მაგიტო გავუსვი ხაზი 2023 წელს, 2023 წელი იყო პირველი ნაბიჯი, როდესაც მხოლოდ სამმხრივი რეგისტრაციის ვალდებულება არსებობდა და ფორმალურ უცხოელის დასაქმებაში მოექცა 52000. თუმცა ეხლანდელი რეფორმა ითვალისწინებს უკვე სპეციალური ნებართვის გაცემას. ესეც ბევრი ევროკავშირის ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. შეიძლება განსხვავებად მივიჩნიოთ მაგალითად ის მრავალსაფეხუროვანი სისტემა, რომელიც უკვე 1 მარტიდან ამოქმედდება, რომ ცალკე უნდა მოიპოვო შრომის საქმიანობის უფლება, ცალკე უნდა მოიპოვო შრომითი ბინადრობის ნებართვა, ასევე D1 კატეგორიის ვიზა და ამათი კუმულატიური არსებობის შემთხვევაში უკვე წარმოიშობა მერე, რომ შესაძლებელია შრომითი საქმიანობის უფლება. სხვა ქვეყნებისთვის ერთი განცხადებით, ერთ ორგანოში მიმართვით ხდება ყველა აი ამ დოკუმენტაციის მოგროვება და არა ცალ-ცალკე. მით უფრო იმ პირობებში, რომ თუ ერთგანს პირობითად ჯანდაცვის სამინისტროში მოიპოვებ უფლებას და დროულად არ მიმართავ იუსტიციის სამინისტროს, გიუქმდება პირველი დოკუმენტი. ან შეიძლება ამან გამოიწვიოს შეწყვეტა ან სანქცირება. კაცრი აქვს პასუხისმგებლობა ამ კუთხით. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მაგალითად სახელმწიფო უარი განაცხადა და უარის თქმის საფუძვლებიც არის განსაზღვრული უკვე მთავრობის დადგენილებით, არსებობს გასაჩივრების ერთთვიანი მექანიზმი გამონაკლისის პირობებით, რომელიც განსხვავდება ასევე სხვა რეგულაციისგან. რას გულისხმობ ამაში? შეიძლება მიმართოს პირმა სასამართლოში დასაქმების სააგენტოს უარის გასაჩივრების მოთხოვნით, თუმცა ეს არ აჩერებს და არ აძლევს უცხოელს უფლებას, რომ მას აღუდგეს უფლება საქმიანობის და გააგრძელოს მუშაობა. ასევე არ აჩერებს გაძევების პროცედურებს, იმიტომ რომ თუ არ იგითხრეს, შეუძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ გამოიყენოს აღნიშნული გაძევების პროცედურები. ამიტომ გამონაკლისები საკმაოდ ბევრი აქვს, რის გამოც მე ვარაუდობ, რომ ასეთი უარების არსებობის შემთხვევაში მიმართვიანობა შეიძლება იყოს ნაკლები, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. მადლობა. მადლობა თქვენ მადლობა მოგზაურობისთვის და საინტერესო საუბრისთვის და ახსნისთვის. ნატო ნათენაძეს, იგი IBL Law Office-ის შრომითი სამართლის ექსპერტია და მადლობა მას მისი ექსპერტიზისთვის.